მოგწამლეს და იმდენად მოვიწამლე, რომ დღემდე აი ამ პატარ-პატარა ქუჩებში ისე დავდივარ, პლეხანოვზეა თუ სოლოლაკშია თუ ვარანცოვზე, რომ გეგონება ტურისტი ვარ. ყველა შენობას ვაკვირდები. მოდით იცით რა თბილისურ ურთიერთობებს ესე დავიწყებ. დავიბადე წილკანის ქუჩაზე, დღევანდელი ღამბაშიძის ქუჩა. ოი, ვერაზე. დედა დაიბადა ვარანცოვზე, კალინინის ქუჩაზე, მამა დაიბადა გრიბოედოვის ქუჩაზე, კონსერვატორიის გვერდით. ნუ მე აღმოვჩნდით ყველა ერთად წილკანის ქუჩაზე. და ჩემი ბედნიერება მთელი იმაში არის, რომ ეს თბილისური ურთიერთობები მე სამშობიაროდან გამოსვლისთანავე ვიგრძენი. ანუ რისი თქმა მინდა. მამა ჩემის წრე, დედა ჩემის წრე და დაბადებიდანვე უყურებდი აი ამ ურთიერთობებს. ეხლა თბილისური ურთიერთობაა თუ რა ურთიერთობაა, აი ამ ერთის გასაჭირი რომ ყველას გასაჭირია და ერთის ბედნიერება რომ ყველას ბედნიერება. აი ამას უყურებდი ბავშვობიდან. ეს გადმომედო მეც, ეს გადავდე მე ჩემ შვილებს და ეხა უკვე შვილიშვილებზე ვმუშაობ რომ გადავდო. და თბილისური ურთიერთობები ჩვენს ძალიან კარგი ეზო გქონდა. როგორც ყველა ეზო იყო კარგი. ყველა ეზოში ესეთი იმითი ყველა ყვება რომ ჩემ ეზოში იცი ვინ ცხოვრობდა, ჩემ ეზოში იცი ვინ ცხოვრობდა. ძალიან ბევრი საინტერესო ხალხი ცხოვრობდა. და ერთი სიამოვნება იყო ეზოში ჩასვლა და მათთან ურთიერთობა. დიდი, პატარა, ყველა ერთმანეთში არეული იყო. პირველად ისე კარგად მახსოვს, ჩვენ ეზოში ცხოვრობდა ესეთი ცნობილი ტრიო იყო, მერაბ მახარაძე, ივიკო საყვარელიძე და რა ქვია, მესამე ვინ იყო? მერაბ საყვარელიძე და ჯემალ სუხიშვილი. და მერაბ მახარაძე. ცხოვრობდა ჩვენ ეზოში და ბებია ჩემი უყვარდათ ძალიან. დეიდა თამარა, მაგრამ ბებია ჩემი რაღაც ძალიან ისეთი ქალი იყო. კომუნიკაბელური ყველასთან და მახსოვს პატარა ვარ, ძალიან პატარა. დეიდა თამარა თამ უნდა ჩამოუშვიო ესე დაუძახა და რა გინდა მერაბო ჩამოუშვი და მე დავხვდები და ავიყვან ჩემთანო. მამა ჩემი სამხანაგებმა იცოდა რომ მე ვღეროდი. კარგად ვღეროდი. და ისე მახსოვს ამიყვანა სახში. ხრაძალა ედგა, ახალგაზრდა კაცი იყო, უცოლო. რა თუნდოდა ეხა ეს პატარა ბავშვი სახში. აი იმდენად თბილი დამოკიდებულება ქონდა. ყველა ბავშვთან ეზოში ეს ერთი კონკრეტული შემთხვევა ჩემი იყო. და ისე მახსოვს აიღო გიტარა და აბა დავიწყეთ მე მეუბნება და დაიწყო წითელი ქუდი მახურავს. აი ამას მასწავლიდა. ამას მასწავლიდა. ისე საოცარია მამა თქვენი შვილი თქვენ მუსიკას და იცით რა არის? მაგასაც გეტყვით თუ თვითონ მამა ჩემის მეგობრები რო იკრიბებოდნენ და დედა ჩემის მეგობრების არა რისი თქმა მინდა. აი ეს ხალხი მუშაობდა იმაზე, რომ მათი შვილებიც ერთმანეთში ყოფილიყვნენ ისე როგორც ისინი იყვნენ. ამიტომ ჩვენ ბავშვობიდან ყრიბავდნენ ყველას ერთად და ეს იყო საკმაოდ დიდი წრე. ესეც ერთგვარი ურთიერთობა, იმიტომ რომ ნაწილი პლეხანოვზე ცხოვრობდა, ნაწილი სოლოლაკში ცხოვრობდნენ მამამჩემის მეგობრები, ნაწილი მაშინ ნახალოვკაში, ნაწილი გაღმელები, გამოღმელები ესე ეძახოდნენ ერთმანეთს. მაშინაც იყო გაღმა. გაღმა იყო პლეხანოვი, გამოღმა იყო მთაწმინდა და ვერა. ნაწილი ვერაზე და აი მათ ეზოებში ვიკრიბებოდით ხოლმე. ბავშვები ვთამაშობდით იქ ერთმანეთში და ეს ყველაფერი უკვე ძირიდან წამოვიდა დღემდე მოდის. აი ესე შეკრეს ერთად. თბილისური სული ალბათ, ხო? ხო. აი ესე შეკრეს ერთად. ისე მახსოვს იმათ ყველაც მაშინ ფაქტიურად ყველგან იყო რაღაცა თბილისური ეზო, სადაც ქურთებიც ცხოვრობდნენ. სომხებიც ცხოვრობდნენ და ყველასთან რაღაცნაირ ურთიერთობაში შევდიოდით ეს ბავშვები. ყველა გვეთამაშებოდა, ყველას ვეთამაშებოდით. ესეც ურთიერთობა იყო ერთგვარი. და რაც შეეხება ჩემს მუსიკასთან ურთიერთობას,
მე ვსწავლობდი ნიჭიერთა აწლეთში. იმ ნიჭიერთა აწლეთში, რომელიც ძალიან განვიცადე, ესე ერთი ხელის მოსმით დაანგრიეს, ვიღაც ინვესტორმა იყიდა ის ადგილი და დღემდე ის цаრიელია. იმ ნიჭიერთა აწლეთს მარტო ის კი არ იყო ნიჭიერთა, ის იყო ულამაზესი შენობა, თავისი ულამაზესი ეზოთი, თავისი ულამაზესი შადრევნით, რომელიც დაანგრიეს, აღარ არის. ეს იყო ჩემი დიდი გულის ტკივილი. აი, როგორც ნიჭიერთა აწლედის მოსწავლის და როგორც ერთ-ერთი თბილისელის, რომელსაც მიყვარს დაუშვათ თაწმინდა. ხო? რაღაც ქუჩა ან რა. და ამითი დაამახინჯეს, ნუ ნიჭიერთა აწლედის სად გაუშვეს, ეს უკვე მეორე საკითხია, მაგრამ ამითი მოსპეს ნიჭიერთა აწლედი. ეხლა ნუ რომელი მთავრობის დროს მოხდა, ეხლა დავკონკრეტებით და 9 წელიწადი ვიყავი ნიჭიერთა აწლეთში. და 9 წელიწადი შეხება მქონდა არაჩვეულებრივ პიროვნებებთან, იმ პედაგოგებთან, რომლებიც ასწავლიდნენ იქ მუსიკას. და მე რატომღაც მომინდა სამედიცინო ინსტიტუტში ჩავარება და ჩავაბარე სამედიცინო ინსტიტუტში, დავამთავრე და წავედი ფსიქიატრიაში. ეს დედის მხრიდან ვარ გენეტიკურად ფსიქიატრები, ბაბუა, ბიძები, დედა და მეც. არაჩვეულებრივი ურთიერთობები იყო იქაც. ფსიქიატრე. ექიმებს შორის, ექიმებსა და ექთნებს შორის, ექიმებსა და სანიტრებს შორის. აი, ერთი კოლექტივი, რასაც ქვია. რაც დღეს აღარ არის. ისი დეფიციტი. იმიტომ რომ მეც გამიკვირდა ესეთი ლამაზი ქალი ფსიქიატრიაში. მე მინდა გითხრათ, რომ ჩემზე ბევრად ლამაზი ქალები მუშაობდნენ ფსიქიატრიაში. აი თუ დავასახელებთ ქალბატონი ლალი მიქელაძე, სიმონ ხეჩინაშვილის მეუღლე, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა, მაია ყუბანეიშვილი, არაჩვეულებრივი ქალი, ლიკა მეთეჩაშვილი, ულამაზესი ქალები, ჩემი თაობის. ნუ იმათა შედარებით მე ასე რომ ნუ ჩათვლით იმათ, რომ ფსიქიატრიაში დედა ჩემი. თუნდაც. დედა ჩემი, რომელიც და რისი თქმა მინდა, რაც გამომრჩა. მე და ჩემი ძმა ბავშვობიდან კიდე მოგწამლეს ჩვენმა მშობლებმა რითი. აი, დედა ჩემი იმიტომ რომ ვარანცოვზე დაიბადა, აი ესე გვატარებდა მე და ჩემ ძმას და გვეუბნებოდა, დადექით ბავშვებო, შეხედეთ რა ლამაზი შენობა, დადექით ბავშვებო, შეხედეთ რა ლამაზი ასევე გვატარებდა გრიბოედოვის ქუჩაზე, სოლოლაკში. ნახეთ როგორი შენობა, ნახე რა ლამაზია, ნახე რა ის აქ, ნახე რა ეს აქ, აი მოგწამლეს. და იმდენად მოვიწამლე, რომ დღემდე აი ამ პატარ-პატარა ქუჩებში ისე დავდივარ, პლეხანოვზეა თუ სოლოლაკშია თუ ვარანცოვზე, რომ გეგონება ტურისტი ვარ. ყველა შენობას ვაკვირდები. ქალბატონო თაუნა, ისეთი სიყვარულით საუბრობ თბილისზე. აი რატომაც მაინტერესებს. აი სიმღერა რო არის თბილისი ჩემი საფიცარია, თბილისი ჩემი ნატრის თვა. აი ავანტყოფურად მიყვარს ჩემი ქალი. მოდით მაშინ მითხარით, აი თქვენთვის წელიწადით რა დროა თბილისი? გაზაფხული. უფრო რომელი გაზაფხულის, აპრილ-მაისის გაზაფხული. აი რაღაცა სხვა სურნელება ტრიალებს და აი მე მინდა შეკვეხნით გითხრათ, რომ აი ამ პერიოდში რომელ უბანს რა არომატი აქვს, ისეც კი ვიცი. კარგით. აი რა არომატი აქვს სოლოლაკს, რა არომატი აქვს ვერას, აი ისეც კი ვიცი, იმდენად მიყვარს და აი ესე დავკანკალებ და ტკივილამდე, ხო, პირველად რომ დავინახე, რომ თაწმინდის ძირში ამოთხარეს ორმო, რათა სახლი აეშენებინათ იქ 6 თუ 7 სართული. აი ეს იყო ჩემთვის პირველი დიდი ტრავმა, რაც მე მეტკინა ჩემ თბილისთან მიმართებაში. რაც მე მეტკინა. იმიტომ რომ მე რომ ყოფილიყავი იმის მაგივრად, ვინც აი ხა ხო ყოფილვარ უცხოეთში პერლაშეს სასაფლაოზე ყოფილვარ ხა იქაც რა ქვია ქართველები სადაც არიან დასაფლავებულები ლევილში. აი წარმოიდგინეთ რომ ვაგანკევსკ კლადბიში მოსკოვში ხო წარმოიდგინეთ ხა იმის წინ ვიღაცას აზრად რომ მოუვიდეს რომ მაღალი სახლი ააშენოს. ხო არავის აზრად არ მოუვა.
რაც შეეხება ტურიზმს, ყვავის იქა. იმიტომ რომ თუნდაც პარიზში პერლაშეს სასაფლაოსთან გაკეთებულია პატარა ბუწიკები, პატარა კაფეები, სადაც გამოცემულია ყველა მწერლის წიგნები პატარა ეგზემპლარებად, მათი სურათები, ბიზნესიც არის, ტურიზმიც არის, ყველა ესე არის მოსკოვშიც. ესე არის ყველგან, ლევილში. არ ვარ მე ლევილში. მე ვარ ნამყოფი ლევილში. და ყველგან ესეა და აქ კიდე ჩემი სათაყვანებელი მთაწმინდის ძირში და რაც თავარია მან იბარტყა და იბარტყა. კორპუსებმა იბარტყა და არავინ არ იხმის ამომღები, არავინ არ მხარის ამბმელი. მე მაგალითად რო დავინახე ეს ყველაფერი მანდ მერე რომ ვაკის პარკში რო აპირებდნენ. ვაკის პარკს თავი დავანებოთ სპორტის სასახლე რო დაიწყო და რო ისა საზოგადოება თბილისელი ხომ არსებობს არა მე მაგალითად მად ადგილზე ჩავწვებოდი მთხრილში აბა გადამიარეთ და პასუხად ის მივიღე მოდი შევქმნათ ესეთი რაღაცა ჯგუფი ვინ მიმახინჯებს ქალაქს მე უნდა ვიცოდე მე იმდენად დავკანკალებ თითო გოჯ მიწას ჩემ ქალაქში ამას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ ჩანს თქვენი პათოსით ყოველგვარი იმდენად დავკანკალებ რომ მე უნდა ვიცოდე ვინ მიმახინჯებს ქალაქს ვინ რომელი აი როგორ გითხრათ უზნეო აწერს ამაზე ხელს რაც ხდება სპორტის სასახლის უკან ის თბილისელები ალბათ არ არის მე არ მინდა თბილისი შუშაში ჩასმული თბილისელი იქ არის მინასაც კი არ ვამბობ ხო ხედავთ შუშაში ჩასმული თბილისი არ მინდა აი ევროპა არ არის მარტო ერთსქესიანთა ქორწინება ხო ევროპა ის არის ნებისმიერ ქვეყანაში და საკმაოდ ბევრ ქვეყნებში ვარ ევროპაში ნამყოფი ცენტრში თუ გაივლით სადმე ყველგან ნახავთ აი ამ ძველ შენობებს რომელიც ჩვენ გვაქვს დიდი რაოდენობით შიგნიდან გამოღებულია მოწესრიგებულია და სახსა აქვს მიცემული თავისი ძველი იერსახე ყველგან სტარომესტოები რო არის ბუდაპეშტში ვარშავაში პრაღაში რა ხდება იქ ისეთივე ვერა ისეთივე სოლოლაკი და ისეთივე პლეხანოვია და ისეთივე ვაკე მინდა გითხრათ. როდესაც თუ შეიძლება ამისი თქმა, ასევე ტკივილით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სამედიცინო ინსტიტუტის დეკანატში რო შევდიოდით, რამდენი შევდიოდი, იმდენი გაოგნებული ვიყავი. მარმარილოს კიბეები იყო და ულამაზესი ასასვლელი ხელით მოსაკიდებელი ქონდა ამ შენმას კიბეებს და აი კუთხეებში იყო შანდლები. ეს ძველი შენობა იყო. მე ჩვენ დეკანატი გადავიდა და ბიბლიოთეკად გაკეთდა. აი ეხლა იქ მართლა იყო გამოსვლა ამის დანგრევასთან დაკავშირებით და პირდაპირ ვიტყვი M კვადრატი, რომელმაც პირობა დადო რომ იცით რა იერსახეს არ დავარღვევთ ამას არ ვიზამთ დღემდე როგორ გავდივარ, ერთი და იგივე რეაქცია მაქვს პროექტი როა გამოგრული. იერსახე ვერა. სამაგიეროდ ბევრი ხის ბალკა როგორ არის ქართულად? ხო, აი ხის ისინი უნდა გაკეთდეს შუაგულ მელიქიშვილის ქუჩაზე. რატო როდესაც იქვე საქართველოს ბანკია, რომელიც მშვენივრად არის აშენებული, სულ არ არღვევს იერსახეს მელიქიშვილის ქუჩისა. სევდიანია თბილისი? ამჟამად ჩემთვის სევდიანი. საერთოდ. იმ თბილისში, რომელშიც მე გავიზარდე, ის იყო ძალიან მხიარული, ძალიან სიცოცხლით სავსე, რომელშიც მე ვიზრდებოდი. ეს უკვე მამაჩემის თაობას თავი დაანებეთ, ჩემ თაობას, სადაც აი როგორ გითხრათ, არ ვიცი შეიძლება მე მიწევდა არა, ბევრი უსმენო იყო, ბევრი სმენიანი, მაგრამ რაღაცა ყველა ნიჭიერი იყო, მხიარული. მე გადავედი საცხოვრებლად ვებიასთან ბაბუასთან, მაშინ პეკინის ბაღზე ძახდნენ, ეს იყო პეკინის ქუჩის ბოლოსა და იოსებიძის ქუჩის ბოლოს. აი ესეთი მრგვალი ეზო იყო, აქეთ ბარაკები იყო, ის იყო. ამ ეზოში ცხოვრობდა
ნაირსახეობის ბავშვი. ნუ 16 წელს 17 წელს მიღწეულ. ნაირსახეობა იყო ბავშვი. ფრიადოსანი, ძველი ბიჭი, ნარკომანი, საშუალოდ მოსწავლე ისეთი. საღამოობით რომ ვжდებოდით ყველანი, ნაირსახეობანი, იქ იყო სიცილი, ხარხარი და ყველა იყო კარგ ხასიათზე. აბა ვინმეს გაებედა და თმა შეერხია უბნელი გოგოსთვის. და ეხლა ჩემთვის თბილისი სევდიანი. სხვათა შორის შემოდგომაზე მომიწია საღამო იყო ტრიოსიმის საღამო იყო მასე სად ხდება ტერიტორია? ლისის ტბაზე. იქ კორპუსები ხო, ნუცუბი. ლისის ტბიდან გადმოვიხედე. ნუცუბიძეს არა უშავს, მაინც ახალი უბანი, აი ვაკის მხარე. ისე და რაც თავარია, დავინახე აი ამხელა ფენას მოგი. ხო. აი იქიდან ზემოდან ჭანს კი. საშინელება. მოდი თქვენ ოჯახზე გითხარით. ძალიან დავსევდიანდა ჩვენი გადაცემა და თქვენს ოჯახზე. არა, რატო დასევდიანდა? მე მართლა ეგეთი თბილისის შემდეგ და გაზაფხული როა შენთვის თბილისი და ჩემთვის თბილისი იცით რა, ისინი ვინც ვიკრიბებით იმ დროინდელი თაობა, ჩემი თაობა. კვლავ გაზაფხული. რა თქმა უნდა, ეგრეც ეჭვიც არ მეპარება. თქვენს ოჯახზე მოგვიყევით. მე აუცილებლად მინდა გითხრათ ის, რომ როგორც მწავლავდნენ მე ჩემი მშობლები თბილისის სიყვარულით, ეს უკვე ვახსენე, ასე ვწამლავ მე ჩემ შვილიშვილებს. აი მის მაგივრად რომ ყველა ასაკის მყავს 5-6 არიან. უფრო პატარები, ეხლა 8 წლის არის 2 ტყუპი და 6 წლის ბიჭი. რომ და ესე წამოგორდებიან, მე ვიწყებ მოყოლას, როგორ დაარსდა თბილისი. მაგალითად ხო, როგორ გავიდა ვახტანგ გორგასალი და როგორ ისა და როგორ ტყორსნეს და მიმინო და ესა და ჩავარდა მოიხარშა და აბანო თუბანი და ესა და იქ გოგირდის წყლები და ბევრი დამჭირდა იმისთვის რომ ამეხსნა გოგირდი რა არის და ბოლოს წამოხტა სამივე და მეუნება. ბოლოს და ბოლოს სადაც ჩავარდა ის ხოხობიო, წაგვიყვან თუ არაო და წავიყვანე იქ. ისეთი გახარებულები დადიოდნენ, რომ აღმოჩნდნენ, რომ აქ ჩავარდა ხოხობი, მე ავიყვანე ვახტანგ გორგასალის ძეგლთან, გადაუღე იქ სურათები. ბევრი კიდე მოვყევი ვახტანგ გორგასალის, აი ვცდილობ, რომ რაც თბილისთან არის დაკავშირებული, ამას წინა ცოტა ისეთ სევდიანი ისტორია მოუყევი, როგორ აოხრა თბილისი აღა მახვად ხანმა. მე მინდა რომ ჩემმა შვილიშვილებმა იცოდნენ თავის ქალაქის ისტორია. აი ელემენტარულს გეტყვით. ჩემი უფროსი შვილიშვილი 21 წლის არის ამჟამად ლონდონში სწავლობს და მითხრა ნებისმიერი ინგლისელი ბავშვი რო გააღვიძო ლონდონელი ბავშვი რო გააღვიძო თავის ქალაქის ისტორიაზე პირას იცისო. რა დროს რომელი მეფე მეფობდაო, რა გააკეთა, რა დააშავა, ყველაფერი იციან. ნუ ეხლა გამე რო გააღვიძო. სამწუხაროდ მე ამას ვერ ვხედავ აქ. და ამიტომ მე მინდა რომ გადავცე ის რაც ვიცი, ნუ გარდა იმისა რომ ხა საქართველოს ისტორიიდანაც ძალიან ბევრ ეპიზოდებს უყვები. ეს არ არის ცუდ ხასიათზე დასადგომი. პირიქით, კარგია. რას ეთქვით დღევანდელ თბილისს? ახალგაზრდებს ვეტყვი, რომ იგივეს ვეტყვი. კარგად შეისწავლონ თავისი ქალაქის ისტორია. ეცადოთ რომ იყო კაი ხასიათზე და ცოტა მეტი შემატკივრონ იმ ქალაქს, სადაც ცხოვრობენ. ქალბატონ თამუნა, ესეთი ლამაზი ქალბატონი ხარ. წერნობთ ხოლმე? ძალიან ხშირად. იმიტომ რომ დამინახი ხართ მე ვერაზე ვცხოვრობ და ძალიან ხშირად წერნობ, კიდევაც გითხარით. როგორც ტურისტი, ისე ვათვალიერებ ყოველ გამოსვლაზე ყველა სახლს. და ამას წინათ აღმოვაჩინე, რომ ჟორდანიას ინსტიტუტი ხომ არის, მაგრამ ხო, ვერაზე აღარ არის და ჩაუსვიათ მეტალოპლასტმასის კარფანჯარა ძალიან გაუბრაზდი, იმიტომ რომ მე მითხრა რომ ისეთივე ხის, ისეთივე ლამაზი კარფანჯარა ძალიან ხშირად ვსეირნობ. ძალიან მიყვარს
პლეხანოვზე გასეირნება, ოღონდ პატარ-პატარა ქუჩებში. იქ არა, სადაც მოწესრიგებულია და ყველაფერი ხუთიანზეა. არა, პატარა ქუჩებში. ჩემ მეგობრებიც ესეთები შემხდარა, რომელსაც უყვართ ფეხით სიარული. თან ჩემს ასაკშიც მარგებელია და ხე კუსტბაზე სირბილს მირჩევნია თბილისში ვისეირნო. კინოგმირს კი გეუხარეთ და სეირნობაც ყვარებიათ. ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით ქალბატონო თამუნა და თქვენც დიდი მადლობა. გახარებული ვარ, რომ ესეთი ლამაზი ქალბატონი გაგიცანით.